ბატონი გურამ თირქია მოსულია, ის ვაჟთან ერთად მოვიდა და აგვიხსნის თუ რატომ, ვინაიდან მისი ვაჟი ბატონი გოდერძი იყო. ის ვინც როგორც ჩვენთვის ცნობილია დააკავეს იმისთვის, რომ შემდეგ მამა ჩაეგდოთ ხელში და ამიტომაც ვაჟიც მობრძანდა, რომელსაც ვთხოვოთ, რომ მეორე რიგში დაიკავოს ადგილი, ხოლო ბატონი გურამი შემობრძანდეს და დავიწყოთ მუშაობა თუ შეიძლება. მე კიდევ ერთხელ მინდა ყველას მოვუწოდო კომისიის სახელით კომისიასთან თანამშრომლობისკენ, ვინაიდან თანამშრომლობაზე უარი, როგორც ვიცით და ახლა უკვე ვნახეთ, ისჯება სისხლის სამართლის წესით. ბატონო გურამ, მოგესალმებით, დამბრძანდით თუ შეიძლება. მოგესალმებით, ხალხო. გესალმებით კომისიის წევრებო, დიდი მადლობა, რომ მომიწვიეთ. ბატონო გურამ, მადლობა თქვენ ჩამობრძანებისთვის, მივესალმები თქვენს ვაჟს ბატონ გოდერძის, რომელიც მეორე რიგში დაიკავებს ადგილს და დაესწრება სხდომას და თუ თქვენ დაგჭირდებათ, რომ თქვენი ვაჟი ჩაერთოს და ან ფაქტი შეგახსენოთ, ან რაიმე ინფორმაცია გითხრას, მასაც ექნება ამის შესაძლებლობა. სანამ თქვენ საუბარს შეუდგებოდეთ, ბატონო გურამ, წინ თქვენ გიდევთ დოკუმენტი, რომელსაც თქვენ გაეცანით სამდივნოსთან ერთად. ამ დოკუმენტში წერია, რომ თქვენ მიერ კომისიისთვის განზრახ-ცრუ ახსნა განმარტების მიწოდება, ან კიდევ უარი პასუხზე, ან პასუხისთვის თავის არიდება, როცა კითხვა დაისმის. ითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. თქვენ ეს იცით, წაიკითხეთ, მეც გითხარით ამის შესახებ და ამ ყოველივეს დასტურად გთხოვთ მოაწეროთ ხელი ამ დოკუმენტს, რომელიც წინ გაქვთ, მე მგონი გაქვთ ხომ ეს დოკუმენტი თქვენ. მოაწერეთ ხელი თუ შეიძლება, ხელმოწერილი არ უნდა იყოს ჯერ და ხელს რომ მოაწერთ, ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ უკვე საუბარს. დიდი მადლობა ბატონო გურამ. მოდით ასე მოიქცეთ, თუ თქვენ წინააღმდეგი არ იქნებით. გარკვეული დრო აიღეთ თქვენ, როგორც წესი ვეუბნებით ხოლმე ყველას, რომ 15 წუთს ნუ გავწდებით და გუითხარით იმ დარღვევების შესახებ, რომელიც წინა ხელისუფლების დროს, იმ რეჟიმის დროს, რომელმაც ძალიან მძიმე დღეში გამოატარა საქართველოს თითოეული ოჯახი და მე ასე ვიტყოდი განსაკუთრებით სამეგრელოში, მოგვითხროთ ამის შესახებ და შემდეგ კითხვებს დავსვამთ. თქვენ როდესაც ჩათვლით საჭიროდ, რომ რომელიმე ინფორმაცია ან ფაქტი შეგვახსენოს ბატონმა გოდერძიმ, თქვენ ვეგითხარით ამის შესახებ და ჩვენ მას მივცემთ სიტყვას. მისაღებია ასე? ასაგებია. აბა გისმენთ ბატონო გურამ, ისაუბრეთ, ჩართულია მიკროფონი, როცა წითლად ანთია, უკვე თქვენი ხმა ისმის. ტყუილს არ ვიკადრებ. სიმართლე მინდა კარგად რო გავიხსენო. 2001 წელს შევიძინე სამოსახლო მიწის ნაკვეთი 3000 კვადრატული მეტრი. მიწის ნაკვეთი რო შევიძინე, ამაში მეხმარებოდა ჩემი დისშვილი ანზორიკი გალიშვილი. შენ მონადირე ხარო და სხვისპირას აუცილებლად კარგ სახსას აგიშენებო, ხო და მეც ხანდისხან ჩამოვალო და ვინადიროთ. აი ეს სიტყვა იყო ჩვენ შორის. ეს არის სახლი ავაშენეთ სხვისპირას მიმდებარე ტერიტორია იყო ახლოს, ყოფილი პიონერთა ბანაკი, კერძო საკუთრებაში, ეს იყო ბეჭვაიას სახელზე, ხო და იყიდებოდა მიწა ეს 41,000 კვადრატული მეტრი. ეს სამეგრელოში ხდება ბატონო გურამ? ანაკლიაში. დიახ, სხვისპირას, ხო და მეთქი
იყიდება მეთქი ასე კარგი ტერიტორია მეთქი ჩემს ძეშოს ხარი და ასე ამეთქი ვინც ყიდისო აი ეს კაცი შემახვედრო და უნდა დაუკავშირდეო თვითონ დაუკავშირდნენ ერთმანეთს მირეკავს ცოტა ხნის მერე ეს არის უკვე 2003 წელი ხოდა მირეკავს უკვე ჩვენი არიო მიწებიო აბა კარგად მოუარეო დიშვილი მირეკავს მოვიდა მე პატრონე როგორც საჭირო იყო როგორც ყველაფერი რიგზე იყო საბუთები ყველაფერი თანხა შევიტანე ხოდა მეუბნება უკვე თქვენი საკუთრება არისო მომილოცა მე პატრონემ დავშორდით ასე ერთმანეთს გავიდა დრო ესა სადღაც 2005 წელი სამეგრელოში გუბერნატორი გიგი უგულავა იყო ესა სადღაც 2004-2005 წელი გიგი უგულავამ ვიცნობდი მე ვიყავი მონადირეთა კავშირის უფროსი ის გუბერნატორი ხოდა ხანდისხან დადიოდა სათევზაო და ორჯერ მაგ შენახვედრი ელექტროდენით რო იჭერდა თევზს ხო და მაშინ გარემოს დაცვა არ იყო ჩვენი ხალხი იცავდა ყავდა ეგერები ხო და მეუბნება ხალხი ანაკლიაში ბატონო გურამიო ჩვენ დაგვაგიდებინეთო ეს აპარატი და დენი და გუბერნატორი როზისო და რო იჭერსო თევზს აპარატით ეს დასაშვები არისო ხოდა როგორ გამაფრთხილებს უკვე მე ჩემი თვალით უნდა ვნახო ნახე ორჯერ და რა შვები მეთქი თუ იცით რა შვებით მეთქი ამის მერე არ მქონდა შეხება მაგაზე და 2005 წელს მიბარეს სამსახურში მიბარეს გამარჯობა გაგიმარჯოს ეს დაავიწყდა ეს ბრაკონიერობა ხოდა მიბარეს სამსახურში და მეუბნება მე ვიციო შენი დისშვილი ვინ არის ვიცნობო შორიდა ხოდა უთხარიო რომ ახალი თავრობაში ახალი ვარსო მოსულები და დაგვეხმაროსო რითი მეთქი $5 მილიონი $100 ამ თანხითო თქვენ საკუთარ მიწაზეო ერთ სასტუმროსაც აგიშენებთ თანხაზე ვერ გეტყვი მეთქი ვერაფერს მე არ წვეთ მეთქი ასე და მე რაღაცა თანხა რო ყოფილიყო რაღაცა 5,000 ლარი ან რაღაცა ამას ვეტყოდი და $5 მილიონ-ზე ალაპარაკი და ამას ვერ ვეტყვი და თქვენ შემიძლია რომ დაგიკავშიროთ მეთქი და თქვენ უთხარით თანხაზე მეთქი კარგი ვეტყვიო გამოვედი გარეთ და ვინ არის რა მითხრა ამ კაცმა ჩემ თავს ვეუბნები არც მიცნობ და ამდენი $, საიდან როგორ ვის უთხრა მერე მეუბნება ერთი თვე ორი თვე გასული და მირეკავს ჩემი დისშვილი რომელიც საზღვარ გარეთ ცხოვრობს თბილისში ვარო და ჩამოდიო ხანდისხან სანადირო ტანისამოსი მოქონდა ჩემთან და ამით ჩამოვედი ერთ-ერთ სუფრაზე რესტორანში წაიყვანეს თბილისის კოლორიტებმა ეს ჩემი დისშვილი ხოდა ვზივართ რესტორანში ხოდა
მირეკავს გიგი. თქვენი დისშვილი თბილისში არის. მეთქი კი არის მეთქი. დრო მომეცი ცოტა ხანი მეთქი და გიკავშირდებათ ალბათ და თქვენ დაუკავშირდით მეთქი, მე როცა გეტყვით მეთქი. უთხარი ჩემს დისშვილს ასე გუბერნატორი რეკავს მეთქი, მომეციო და ადგა სუფრიდან ავდექი მეს და გავყები გვერდით. ხოდა ეუბნება გამარჯობა გაგიმარჯოს. მესმოდა ყველაფერი. ხო იცი თავრობაზე ახალი ის არისო, რაღაცა გჭირდებაო, შენს ბიზნესო, ერთსასტუმროსაც აუშენებოდა 5 მილიონი დოლარი მჭირდებაო. რაღაცა ფერი შეეცვალა უცბად, რა უჭირსო, საქართველოს მითხარიო და რისთვის ვაგზავნიო. ხო უნდა ვიცოდეო. ბოდიში მაბადიეთ. დაგეხმარებიან არა უშავს. შევიდა გადადა. დიახ. მაბადიეთ. სრას ძანებთ ისმენთ. ხოდა ეუბნება ჩემ დისშვილს ასე ეს თანხა უნდა გამომიგზავნოთ. რომ მორჩაო ლაპარაკი ანზორი ეუბნება რისთვისო რა უჭირსო საქართველოსო, რაც შემეძლო გაუკეთეო. ხოდა დედამისი დასაფლავებულია ვაკეში, შარტავას გვერდით, ხოდა იქ რაღაცები, რაც შეეძლო ყველაფერი გააკეთა და მითხარითო კონკრეტულად რისთვის გინდათო ეს თანხა. შენს ბიზნესო სასტუმროს დაუშენებო ერთ. ნუ წუხდებითო. ჩემი ბიზნეს სასტუმროთ ნუ წუხდებითო. ამასო მე ავაშენებოდა. უარი რომ მიიღო ანზორისგან დაემუქრა ღიად. ყველაფერს წავართმევთო თქვენს ბიზნესს. ეს შეიძლება უპასუხა დროები წაართვათო ჩემს ბიზნესს, მაგრამ დასადგომ ადილა საქართველოში თქვენ წაგართმევთო. მოშორდეთ ერთმანეთს. ამის მერე გავიდა დრო არ შევხვიანებულ ვარ გიგის მიდის დრო ჩემო ბატონო და იყიდებოდა სასოფლო მიწის ნაკვეთი 17 გექტარი მეთქი ასე იყიდება 17 გექტარი მიწის ნაკვეთი თხილნარს გავაშენებ და იყიდეო ხალხისგან ვიყიდე ვისაც საკარმი დამოში არ ყოფნიდა მიწა თავრობა აძლევდა სხვაგან მიწებს და აი ამ მიწებს ყიდიდნენ მერე და ვიყიდე 14 გექტარი 17-ის გადავიხადე მაგრამ იმ დროს იყო რო თავს დაგვესხმა ახალაია გაფორმება 4 გექტარის ვერ მოვასწარი ერთსა 2005 წელი ხოდა უკვე გადავიდა ახალაიას და ჩვენი ის ერშვენიერ დღეს ვიყიდე ესეც ხალხისგან ყველა გავისტუმრე როგორ საჭიროა ისე ყველა საბუთიერად შესატანი რაღაცა სათაღლითო არაფერი არ მჭირდა არ ვიყავი გაჭირები ვეტყოდი აი ეს მჭირდება
ან ეს არა მაქვს, რაღაცა მისრულებდა ეს ჩემი დაიღო და დისვილი. მერე მეუბნება ერთშვენიერ დღეს ვიხდიდი თანხას, მიწის გადასახადს, ყველა საბუთები ყველა გამაჩნია. როგორც გავაფორმე, რამდენი შევიტანე ყოველწლიურად, სადღაც ერთ თუ არ ვტყუდები 40,000 ლარი მიწის გადასახადი მაქვს გადახდი. ამის მერე მიბარებს ერთშვენიერ დღეს ბატონი როლანდი ახალაია. როგორც თქვენი შვილი და მეუღლე დაჭერილი ყავსო, ხო და სასწრაფოდ ჩამობრძანდი. მეთქი რა იყო, რა მოხდა, ბავშვი ხო არ დაეჯახა მანქანით ვინმეს, ან რაღაცა რაზე მეთქი. მალეოა გაიგებო. გლბოდიში გლის შემოსევა იყო და ბიჭები მყავდა სანადიროდ. მეთქი ასე მანქანა შორს ამყავს სანადიროდ ვარ მეთქი. ხო და უცბად როგორ უნდა ეს მთა გადავიარო ფეხით, მერე მანქანაზე უნდა მივიდე, აბანოში უნდა შევიდე და მოვალ მე სასწრაფოდ გეუბნებიო. ამის მერე მოვიდე ეს დრო, ხო და შევედი, მაგრამ ზუგდიდი პატარა ქალაქია და ყველა ერთმანეთს ვიცნობდა, ეს ბიჭები ახლოზიან რაღაცა ნაცნობის სახე, მაგრამ ისე შემხდნენ როგორც მხეცები. ერთი იქიზის, მეორე აქეთ უკან სად შემოვედი მეთქი. ანდა ქალაქში რო გადიან და სამსახურში რო ხდებიან, ახლოსა პროკურატურა და მონადირეთა კავშირის რამ გამხეცა ეს ხალხი სად მოხვდი მეთქი, რა გჭირთ მეთქი. რა და თაღლითი ხართო შესვლა და მეთქი რა არის მეთქი, არც ვიცი და შენი შვილი და მეუღლე დაჭერილი ყავსო, მაგდებს გაუშვებთო და შენ აქ იქნები. არ გიმეთქი? დამიწყო. ამის საყიდი თანხა საიდან მოიტანე? დამიდგეს იქ და ახალაია ისმენდა და ვიღაცები იყვნენ, ჩემთვის უცნობი იყვნენ მაგნები და არც მინდა სახელი და გვარი რო გავიხსენო მაგნები. ბატონო გურამ, ეს პროკურატურის შენობაში ხდება? როლანდი ახალაიას კაბინეტში? როლანდი ახალაიასთან, როლანდი ახალაიასის ჩამირთეს და მიყურებდა შორიდან. შორიდან გიყურებდა ტრანსმიშნავს? ხო, ინტერნეტიდან მიყურებდა, შესვლისას მითხრა, იციო სადა ხარო? ვიცი მეთქი. პროკურატურაში ვარ მეთქი. არა, როლანდის ახალაიას რეზიდენციაში ხარო. თვითონ როლანდი მგითხრა? არა, ვიღაცა იყო ჩემთვის. ვინც დაგხვდათ? ხო, აი ეს ხუთი კაცი მხეცივით. ბატონო გურამ, სინამდვილეში იყავით პროკურატურაში, მაგრამ მიმღებმა გითხრათ, რომ ეს ახალაიას რეზიდენცია. დიახ. მიმღებმა რა, იმ ხალხმა რო შევედი, შიგნით 4-5 კაცი იდგა მხეცები. თვითონ ახალაია როლანდი ჩართვით რომ გელაპარაკებოდათ, სად იმყოფებოდა? როლანდი რაღაცა ის მომიყერეს და ახალაია გისმენთო, აქედან ყველაფერს ისმენთო. ხო, როლანდია. და ალბათ მე იქით არ ხედავდი და მე მხედავდა ალბათ. თქვენ ვერ ხედავდით, გასაგებია. ხო და ამის მერე დაიწყეს ოჯახზე ეს თაღლითიან და მეუღლე მასწავლებელი იყო, შვილი საჯარო სამსახურში მუშაობდა. ხო და მეუბნება, ეხლა რაც მიწები გაქვს, ამ სასოფლო მიწებზე ალაპარაკ 17 გეგზარზე.
17 არა, გაფორმებული მქონდა 14 და გადახდილი მქონდა 17-ის ხალხს მივეცი ფული, მაგრამ ვერ მოვასწარი, გაფორმება ისე დაიწყეს. ეხლაო დაწერეო ასეთი რაღაცა. რა მეთქი და მიწებს ჩააბარებო. ვის უნდა ჩავაბარო მეთქი მიწები? რა მიწებზეა ლაპარაკი მეთქი? საჩიმატანინეთ მეთქი თანხა 40,000 ლარი მიწის გადასახადი თუ საკუთრება არ იყო მეთქი. ის არის ცოდაო. ვინ არის ცოდა მეთქი? საბუთებმა არის ის მეთქი, გახედეთ საბუთებს მეთქი. ამის მერე მეუბნება არ დაიწყო ეხლა ლაპარაკი, თორემ 10 წელიანი ციხე მოგიწევსო ჯდომა. რაზე მეთქი, რაზე? ნუ უკვე ამოვიდა, უკვე ისეთი ის არის რაღაცა გაუგონარი. ეს საკუთრება არ არისო, ეს შავი არისო და მეუბნება მე რატო უნდა ჩავაბარო მეთქი მიწები? ვის უნდა ჩავაბარო? არ ჩავაბარებ მეთქი მიწებს. ესაა საკუთრება ჩემი მეთქი. 10 წელი რომ მომისაჯოთ, ვიცი რა გინდათ მეთქი. თქვენ გინდათ ახლა ანზორი კიგალიშვილთან გახვიდეთ და დიდი თანხა რომ მოთხოვოთ მეთქი. მე ისაუხსენი იმას მეთქი 10 წელი რომ მომჩენ, კაპიკი არ გადაიხადო ჩემზე მეთქი. მე იმ ციხესაც მოვისტუმრებ, მაგნებს აქვს 1 წელი დარჩენილი. ხო და როგორ იყო? ჭიანჭველას მთები რო შეესრება, იმ დროს იკარგება მეთქი, მალე იკარგებიან ესენი მეთქი და 1 კაპიკი არავის არ მისცე მეთქი. დამთავრდა ეს ამის ეს და მაგნებსაც აუხსენი. თქვენ რო გინდათ ის არ მოხდება მეთქი. 1 კაპიკის გადამხდელი არავინ არ არის მეთქი და ჩემს საკუთრებას ხელს ნუყოფთ მეთქი. ბევრ ხანს მქონდა ამაზე დილზე და ამის მერე ახლობლების მუშაობდა გუბერნიაში. ითხრეს გურამიო, ვერ გაუძლებო შენ მაგას. რატომ მეთქი და ისეთი ხალხი არისო დაჭერილი, ხო ხედავთ? ზოგსო რო დაიბარესო სასამართლომდე ვერ მიაღწიაო, ისე გარდაიცვალაო ხალხი. შენ გაუძლებო ამას, ჩააბარე ეგ მიწები. არამედ ამის მერე რამდენჯერ დამიბარეს, ხამე ირეკავენ, ჩაიცვი, მოხვალ, რო დაждე, თბილა ჩაიცვი, ბავშვები შეასინეთ მეთქი. რო გაცემდება, გასტუქსაც გავიკეთებ და მოვალ თქვენთან მე. ხო და იქაური თანამშრომლები ადამიანებიც იყო ზოგიერთი ბევრი არა ადამიანი. ხო და ჩვენიაო გურამს რო ხდებიო. თვითონ გუბერნიის თანამშრომლები იყო ისეთები რომ მიატოვეს მუშაობა. ხალხს ბოდიში ხალხს ვაუპატივრებდითო და როგორ უნდა ვიმუშაო, აქეთ ჩემთან ნადირობენ. ხო და იყვნენ ნორმალური ხალხის, რომელმაც სამსახური დატოვეს. ჩვენიო ქალაქში რო გავდიოდი, ამბობდა ყველა მიცოდა თითქმის სამეგრელოს როგორ წამართვეს, რანაირ ყაჩაღურად დამესხნენ თავს. მეუბნება ჩააბარეო გეუბნებია. არამეთქი. ბევრი ის იყო შემოტევა 1, 2, მესამე და მერე შემომითვალეს 10 წლიან იმას გამოუწყობთო. მეთქი 10 წელი თქვენ არა გაქვთ დარჩენილი მეთქი. თქვენ რო დარჩენილი გაქვთ, იმას მე მოვიხდი იმის წროქს მეთქი და დამაჯინეთ მეთქი. მერე დიაბეტიანის ვიყავი და
არ შემეძლო ვერ გაუძელი. ამის მერე მეუბნება დაწერეო. რა დავწერო მეთქი? ვინ გეუბნებათ? პროკურორი როლანდის თანდასრებით. გვარი არც მინდა და არც არ გავიხსენებ ამით. ბატონი როლანდი ესწრებოდა ამ დროს? ყველაფერს ხედავდა ჩემს ნათქვამს. და ეხლაც მუშაობს და რა არ მინდა რო ვთქვა. ბერიშვილი ეხლაც რო მუშაობს რა. ბატონო გურამ, თქვენ როლანდი ახალაია, ესე პირისპირ არ გინახავთ? არ მინახავ. ყოველთვის იყო თვალით გაკვირდებოდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ როლანდი ისმენს და ჩართავენ რაღაცას და დგევარ იმის წინ. იქით არაფერს არ ხედავ. თვითონ როლანდის ხმაც არ მოგისმენთ? არა. გასაგები. შემდეგ? კი ბატონო, შემდეგ? ამის მერე დამიწერეს რაღაცა. როგორ ჩავაბარო მეთქი, უკვე ბოლო ისა დიაბეტიანი ვარ და ცუდად გავხდი ამდენი შემოტევით. შაქარმა ამიწია სადღაც 600-მდე. ხო და დაწერეთ მეთქი როგორ უნდა ჩავაბარო. ხო და დამიწერეს რაღაც. თაღლითობდი და მიწას ვაბარებ თავრობას. ამას თქვენ მოაწერეთ ხელი მეთქი. და მე დავწერ მეთქი რაც საჭიროა მეთქი და დავწერე. ჩემ საკუთრებაში ყოფილ მიწას ვაბარებ სახელმწიფოს. აი ასე დავწერე ხელი მოვაწერე და მივეცე. ამის მერე სასამართლომ მომისაჯა 5 წელი. ციხე უნდათ, მაგრამ ჩაერია ვიღაცა ახლობელი იქით, აქეთ და ანდა სასამართლო დროს ვიღაცა მომიყვანეს ჩემთვის უცნობი. ხო და ეკითხებიან, იყო გურამი თირქია შენთან. თავდაღუნული დგას ვიღაცა ახალგაზრდა ბიჭი ჩემთვის უცნობი. შეეკითხა მოსამართლე ერთხელ. მეორეჯერ ხმას არცემს ეს. ხო და ბოლო ვიცი, ვის ეკითხებია. მეთქი ამ ავამტყო ბიჭს მეთქი, რატომ მომიყვანეთ მეთქი. შენ თქვი ბიჭო მეთქი, რას იცი ყველაფერი თქვი მეთქი. ჩემ წინ დგას. ბოლო ამოუვიდა. არ ვისნობ გურამი თირქიას და რა ვთქვაო. ამ ბიჭმა თვითონ წამოროშა უკვე. ასე ასამართლე ერთხალსო. ჩემი მომხრები ვინც ესწრებოდა სასამართლოს და იმ დღეს ჩაიშალა სასამართლო. გავიდა დრო მომისაჯეს 5 წელი. ხო და მაგნები თავრობაში იყვნენ ამის მერე, ესა 2010 წელი. ხო და მეკითხება, გავიდა ცოტა დრო, მოგიხსნითო. უკვე ბოლო დროა მაგნების. უკვე იცვლება ხელისუფლება. 5 წელი პირობითი მომწეს. ხო და 5000 მანეთი ჯარიმა. ვინ შემოგთავაზათ ეს ბატონო გურამ? რა? ვინ შემოგთავაზათ რომ პირობით სასჯელს მოგიხსნი, გადაიხადე 5000? ხო, ეს ამ პროკურორმა ისევ. დია. და სანაცვლოდ რომ პირობითი სასჯელი აღარ გექნება და ფული გადაიხადეოთ? არა. ის ფულიც აიღეს. ხო და ამის მერე დრო გადის რაღაცა 5-6 თვე. პატარა დღეები აქვს დარჩენილი მაგნებს, ვიცი. ხო და მეუბნება
მობრძანდიო თქვენ არ ახართ ცუდი კაციო რაღაცას და მიიწყებს რაღაცას თქვენი მოსახსნელი არ არის მეთქი თქვენ უკვე მომისაჯეთ მეთქი და ამას უკვე მოხსნის ვინც მოვა მაგისი მომხსნელი მეთქი და თქვენთან უკვე კავშირი არ მაქვს მეთქი ხო და რო შეიცვალა ხელისუფლება იქ დამემუქრა თუ არ გადა 10 წლიანი თუ არ მოგცე მაშინო ტელეფონით მეუბნება ხო და აი ამ დროსო რო წავიდა ზუსტად იყო ორშაბათი დღე რო წავიდა და ხელისუფლება რო შეიცვალა დაურეკე სად მივიდე მითხარი მეთქი სად მივიდე და გამორთო ტელეფონი ამის მერე მეუბრუნდნენ ოჯახს იმ დროს ცოტა გამოვტოვე იქ ადგილი მეუბრუნდნენ ოჯახს მეუღლე მასწავლებელი იყო მოხსნეს სამსახურიდან ბიჭი საჯარო სკოლაში საჯარო იმაში მუშაობდა სამსახურში მოხსნეს ხო და ოჯახი ინგრეოდა მერე 41,000 კვადრატულ მეტროს ზღვისპირას რომ მქონდა ამაზე თუ საჩივარს ორჯერ მოვიგეთ სასამართლო ამ მიწებზე ხო და ამასო თუ სადმე გაასაჯავრებო ეს პროკურორი მეუბნება რატომ მეთქი საკუთრებას თქვენს მერე რა ცხოვრება არ გაგრძელდება მეთქი თქვენ გონიათ რომ წამართვით დროებით ეს თორემ თქვენ რას ამბობთ მეთქი რა არ გავასაჩივრო კარგია მეთქი ამას გავასაჩივრებ და ქეს დავიბრუნებ თქვენისთანა ხალხი რო გავისტუმრო და რო არასდროს არ დაბრუნდეს საქართველოში მეთქი ხო და ისე მტრულად იყვნენ გაწყობილი და მეც ასე ვიყავი მაგნების იმაში ისეთი რაღაცა გადავიტანეთ ოჯახში ძალიან ცუდი ავამტყოფობა მეუღლეს ინფარქტი ბიჭს დიაბეტი მე დიაბეტი და ამოწყდა თითქმის ოჯახი მადლობა ბატონო გურამ შეიძლება კითხვა დაგისვათ როგორ ამოწურეს თქვენ საუბარი კითხვები რო დავსვათ შეიძლება კი ბატონო თქვენ ბრძანეთ რომ ნადირობდით და დაგირეკეს და გითხრეს რომ მობძანდიო როლანდი ახალაიამ დაგირეკათ ხო პირადად დია და მობძანდითო იმიტომ რომ თქვენი ცოლშვილი ყავს დაკავებულიო კი ბატონო როცა მიხვედით პროკურატურის შენობაში მაშინ თუ ნახეთ თქვენი მეუღლე და ვაჟი არა მაგრამ ნამდვილად იყვნენ დაკავებულები ხო ალბათ ბატონი კოდერძი დაადასტურებს მე არ მინახავს მაგნები მე შესვლისას მითხრეს და დამწვარი ის მარჯვნივ გამიყვანეს და მაგნები ალბათ კიდევ ორი ადგილას ხონდა შესასვლელი აი იქიდან გამოიყვანეს მაგნები მე მგონი მე რო წავედი და რომ მორჩა ჩემი ის სახში რომ მივედი სახში დამხდა ყველა მაგრამ ერთმანეთს დაუწყეთ რა არისო რა მოხდაო აქეთ მეკითხება მე იქით დიახ შესაბამისად ბატონო გურამ სწორად მესმის რომ შემისწოროთ შეიძლება არასწორად ვაკეთებ დასკვნას თქვენი მეუღლე და ვაჟი იმიტომ დააკავეს რომ თქვენ მიეყვანეთ პროკურატურის შენობაში ალბათ შეგვიძლია ვივარაუდო ისეა რომ მე რომ მივედი ესენი გაანთავისუფლეს გასაგებია კი ბატონო ერთი იყო მეორეზე დამოკიდებული თუ არ მიხვიდოდით მათ შესაძლოა რომ დაიტოვებდნენ კი ბატონო მაგრამ მაშინებდნენ იქით ერთი იქით და დააჯინეთო ჩემზე ამბობენ რა არის მეთქი მეორე უნება არ არის მაგის არსად გამსვლელია გაიქცევაო ან ვიღაცა საზღვარგარე დისშვილი შეიფარებს არსად არ მივდივარ მეთქი არაფერი ამ ჭირს მეთქი რომ გავიქცე და დავტოვო ჩემი ზუგდიდი მეთქი
გასაგებია კითხვები. ბატონი სოზარი. დიდი მადლობა რომ მოგწანდით ბატონო გურამ. ბრალი გასაგებია რომ არ წაუყენებიათ, მაგრამ მინდა რომ დადასტურებულად თქვა. არც თქვენი შვილისთვის, არც თქვენი მეუღლისთვის არანაირი ბრალი არ წაუყენებიათ, ხო? არა. უბრალოდ ყავდათ როგორც მძევლები, რომ თქვენ მieყვანეთ იქ. დიახ. კი ბატონო. ეს ერთი დამახასიათებელი სახე და შტრიხი იმ მართლა სადისტური ხელისუფლების. მეორე, მიწები რომლებიც წაგართვეს, მაშინდელი ფასი რა იყო? დაახლოებით მიწების. მიწების? დიახ. ნუ ფასებზე მაშინ არ იქნებოდა ზვირი გასაგები. სადღაც არა სასოფლო მიწები ღირდა 300 ლარი 1 ჰექტარი. 1 ჰექტარი. დიახ. დღეს იმავე მიწების ფასი რა იქნება, იმიტომ რომ ცოტა ისეთი სტრატეგიული ადგილია. სხვისპირას არა, სხვისპირას თითქმის მე პატრონე და ჩემი დისშვილი შეხვდა და მაგნება გაასწორეს. თქვენ არ იცით. არა. კი ბატონო. ბატონი ილია. ბატონ გურამ, მაინც თუ შეძლებთ იმ ბიჭის სახელის გახსენებას თუ შეგიძლიათ, ვინც სასამართლოზე აღნიშნა რომ თქვენ არ გიცნობდათ ეს ბიჭი ვინ იყო, ხო არ გახსოვთ თქვენ, ხო არ იყო? არა, არ ღირს. ზუგდიდელი იყო, არ ანაგლიელი იყო. ანაგლიელი იყო და ეხლა როგორ მე უთხარი როცა სასამართლო მიდიოდა, ეს ბიჭი ოჯახით გავიცაი და მანამდეც ვიცნობდი. ეხლა მეთქი თქვენ ამან დაწერა მაგი მეთქი, ეს ვიცოდი ვისი დაწერილი იყო. კითხვა და ძალიან ცუდად განათლება ცუდი. ხო და ამან მეთქი ეხლა გავუშვით აქიდან მეთქი სასამართლოდან. ზუგდიდიდან ანაკლიამდე თუ ბილეთი მარშრუტკის თუ აიღო, ოდა თვითონ მარტო თუ წავიდა მეთქი ანაკლიაში, ყველაფერი მართალი იქნება მე. ვიცოდი რომ ავამტყოფი იყო. ბატონ. ბატონო გურამ, რის თქმას თხოვდნენ ამ ბიჭს? რა უნდა ეთქვა? რაც არ გააკეთა? ამ ბიჭს რას თხოვდნენ? რას თხოვდა ეხლა ვეგეტყვით. ამ ბიჭს თვითონ დაწერილი მაგის არ იყო, ამ პროკურორმა დაუწერა. რა დაუწერა და გურამი თირქია მოვიდაო ჩემთან. გურამი თირქია მოვიდაო და მითხრაო მიწა მომყიდეო მითხრაო. ასე იყო დაწერილი. მიწა მომყიდეო მე უთხარიო საბუთი არ გამაჩნია მიწისო. საბუთი რა თმინდაო გურამი თქვაო ასე იყო დაწერილი, თორემ მაგის ის არ იყო მაგ. ხო და გურამი თირქიას საბუთი რა თმინდაო აგერ მყავსო ანაკლიაში გამგებელი ეფენია. ხო და მაგის საბუთი არ მჭირდებაო, ასე იყო დაწერილი. ვითომ მე საბუთი არ მინდა ისე მიწებს მითვისებდი და აი ეს იყო. ამის მერე მარტო მქონდა ნათხოვნი იქაურ გამგებელზე, ეფენიაზე, რომელიც 9 წელი მიუსაჯეს. და რომ მოვიდა თავრობა რო შეიცვალა, უცბად გაანთავისუფლებს იმანას სიმართლე დაამტკიცა თავისი და იმას ბრალი იმაზე მიმიძღვის მარტო. იმას შევეკითხე, თხილნარის გაშენება მინდა ანაკლიაში და ვინ ყიდის მიწებს, შენ გამგებელი ხარ და იცი. ხო და მითხრა, აი ეს ხალხიო, ხალხის რო უთხრა გურამი მიწებს ყიდულობსო, ერთი 30 კაცი მოვიდა. ამდენი არ მინდა მეთქი. ვიყიდი 17 ჰექტარ 15 ამდენს, თორემ 30 კაცი ჩემი იყიდე, არა მეთქი, არა მაქვს ამდენი მეთქი. ხო და ყველა გავისტუმრე საბუთები, ყველაფერი ნორმალურად შესატანი შევიტანეთ. ხო და უკან სხვანაირად შემოატრიალეს და იგივე აზრს ვაგრძელებ, მეც ბატონ ილიას არ ვაცალეთ საუბარი, მე და ბატონმა თენგიზმა ასე გამოვიდა, მაგრამ ძალიან სწორი აზრი იყო. ბატონო გურამ,
ამდენი ადამიანი, ვისგანაც თქვენ იყიდეთ მიწები, ხო. რომელიმე მათგანი მაინც თუ დადგა თქვენს წინააღმდეგ მოწმეთ სასამართლოში. არა. არც ერთი. არა, მარტო ერთი მოიყვანეს ისავამწყობ. გასაგებია. დანარჩენს არც ქონდა პრეტენზია, იმიტომ რომ ფული ქონდა საღებავ. მაშინ რაღაცა ღირდა და ისე მისცეს მაგნებს ეგ მიწები საკუთრებაში. მერე საკუთრებაში რომ ისეს მომყიდეს მე. გასაგებია. ბატონო ილია, ბოდის გიხდით გააგრძელეთ. ეს ეხებოდა მხოლოდ იმ 17 ჰექტარს, რომელიც თქვენ თხილის გასაშენებლად გინდოდათ თუ იმ საკარმიდამოსაც იმას ისიც საკარმიდამოს სადაც ცხოვრობდო 3000 კვადრატი მეტრი. პირველად რომელიც შეიძინეთ, ხო? ეს როცა ასახლება მოგვიხდა იქ პორტი მშენებლობა მიდის. ხო და ასახლება რომ მოგვიხდა მაშინ ყველას მისცეს თავისი ზოგს 10 მილიონი ზოგს მარტო იმ დროს იმით 6 მილიონი ნახევარი კომისია რომ მოვიდა ბატონო გურამი საბუთები ყველაფერი რიგზეო და აიღეო თანხა. ხო და გავხედე საკარმიდამოსი რომელიც ჰქონდა 700 3000 კვადრატიო თქვენ ახსენეთ. სადღაც 700,000 ლარი მომწეს. აი იმაზე. ეს რომელ წელს? ეს სახკარი რომ მქონდა 3000 კვადრატი არა, მაგრამ 41000 კვადრატულ მეტროზე 6 მილიონი ნახევარი არის და აიღეო თანხაო მითხრეს. რომ მივედი ამის მერე არ არისო ეს არისო რაღაცა ბანკში რომ მივედი. არა, მე გეკითხებით, როდესაც თქვენ გთხოვდნენ ამ მიწების გადაფორმებას. ხო. ამ მიწებთან ერთად იმ 3000 კვადრატულსაც გთხოვდნენ თუ იმას არ შეხებიან თქო, ამის დაზუსტება მინდა. იმ 41000 კვადრატულ? არა, 41-ზე გესაუბრებოდნენ, ხო, რომ გადმოაფორმებო. მაგრამ თქვენ აღნიშნეთ, რომ სამოსახლოდ 3000 კვადრატიც გქონდათ. ამაზეც იყო საუბარი თუ ამაზე არ იყო? ამაზე არ. გასაგები. ამის დაზუსტება მინდა. ესე იგი ის 3000 კვადრატი დაგჭათ თქვენ საკუთრებაში. ეს საკუთრებაში დაგჭა. გასაგები. იმიტომ რომ ამდენი არ შეეძლო მაგნებს რომ უსაკაროდ რომ დავეტევებინა. ჩემთვის ცნობილი იყო მაგი რომ ვიღაცისთვის უნდოდა. ეს პრესტიჟული ადგილი ვიღაცისთვის უნდოდა. მერე მითხრეს ადიშვის მიეცი ნახევარი და ყველაფერს გაგიკეთებენ. მეთქი არავის არ მივცემ სანახევრო არაფერი არ მაქვს მეთქი. ვინ გითხრათ ეგა? ეხლა ვინ და ისევ მაგნების ხალხმა. ეხლა ეს პროკურატურაში არ იყო, მაგრამ ვინც მუშაობდა ნაციონალური მოძრაობა როერქვა აი ამ ხალხს. იცნობდით იმ პიროვნებას, ვინც ეგ გითხრათ? არც მახსოვს 15 წელი და 1 და 2-ს არ უთქვია რამდენი უნდა და თქვა აი ეს გააკეთებს ამ საქმეს არ მინდა მაგნების გაკეთებული საქმე მეთქი. ლოგურამ რა შეიძლება რომ უსახკაროდ ვერ დაგტოვებდნო, უსახკაროდ კი არა, ყველაფრის გარეშე ტოვებდნენ, უბრალოდ იმ 3000 კვადრატზე თქობა ინტერესი არ გაუჩნდათ თორე. ყველაფრის კადრებლები იყვნენ ახლა. მაინც ამდენი გადაეტანეთ და მაინც ადამიანობა შეგრჩათ და ადამიანური დამოკიდებულება მათ მიმართ. ეს უკვე ხალხი იყო ისეთი ჩემს ხარეს, იმდენი ხალხი იყო სამეგრელოში. ვცვენოდათ, რომ გავიდოდი ქუჩაში, რა უყვესო ამ კაცს. მთელი სამეგრელოს ამას ამბობდა, როგორ ყაჩაღურად წაართვესო. რა არისო, სად წავიდნენ და საიდან მოვიდნენ ეს ხალხიო და ეხლა კიდო დგანან და მიშას იზახიან, იქ გუბერნიაში დგას 15 კაცი. ოჯახის შვილები, მაგრამ გზასაც დედილები. მაგ 15 კაციდან რომელიმე მონაწილეობდა ამ თქვენთან მიმართებაში ამ მიწების ჩამორთმევის დროს? არა.
მაგნებს დახმარება არ ჭირდებოდა. როლანდი რო იტყოდა, ეშინოდა ხალხს, ქუჩაში იჭერდნენ. გამოძიება დაიწყო, დაიბარეს ერთხელ და სასამართლომდე ვერ მიაღწია, ზოგმა ინსულტი მიიღო, ზოგმა ადგილზე გარდაიცვალა. აი ამის დაზუსტება მინდა. ეს სასამართლომდე ვერ მიაღწიაო, ხო არ გახსოვთ სახელი გვარი ვინ იყო ეს? ბევრი იყო. ვისაც იცნობდით ან მე თქვენ ხანთარია იყო, გაბისონია იყო. ბევრი იყო, ვერ ჩამოთვლი, მინდორზე იჭერდნენ ხალხს. მაგნები დამნაშავეს არ ეძებდნენ. მაგნები ეძებდნენ ვის რა ეკონომიური მდგომარეობა ჰქონდა და ვის ახლობელი ყავდათ. აი ასეთი ხალხი იყო. დამნაშავეს არა, რაიმე რო ამოეგლიჯათ ხელიდან. აი ეს ხალხი იყო მაგნები. ბატონო თენგიზ ბძანეთ. ესე იგი მთელი ეს ოპერაცია ბატონი ანზორით ახსენეთ კიკალიშვილი. დიახ. მისთვის ფულის გამოძალვის ოპერაცია იყო პრაქტიკულად, როგორც თქვენ. ზუსტად. იმაზე გასასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ მე გაფრთხილებული მყავდა მაგნები და მაგნებსაც აუხსენი. 10 წელი რომ მომისაჯოთ, ერთ კაპიკს ვერ გადაიხდიან ჩემზე, რაც გინდა ის მომისაჯეთ მეთქი. რატომ იყო ბატონი კიკალიშვილი ასეთი საინტერესო? ვინ არის რო აგვიხსნათ? ბიზნესმენია. ეხლა მისი თანხები აინტერესებდა. 21 საუკუნის საზღვარგარეთ არის. დიახ. წარმატებული ადამიანი, კენს იყრიდა ერთ-ერთ პუტინის დროს პირდაპირ რო ვთქვათ პრეზიდენტობას. იქაური გაზრდილი იყო, გენერალი მამა ყავდა სამხედრო კაცი. რუსეთის ფედერაციაშია დაბადებული? დიახ. და მასზე გასვლა უნდოდათ და ამიტომ გაგიუბედურეს ოჯახი. დიახ. გასაგებია. შესაბამისად თქვენი მხრივ იყავით ვიღაცაზე გასასვლელად, მათთვის სასურველი პირისთვის ფულის წასართმევად. უნდა ყოფილიყავით იარაღი, რისი საშუალებაც თქვენ არ მიეცით და ამიტომ დაგაზარალეს. გასაგებია. ეს სქემა რო დავინახოთ, იმიტომ რომ ჩვენს დასკვნაში სხვადასხვა ინდივიდუალურმა საქმეებმა უნდა მოგცეს საშუალება, რომ გამოვკვეთოთ სისტემის მახასიათებლები. ბატონი გურამი იყო მძევალი და მისი მეუღლე და შვილი იყვნენ მძევლის მძევლები. დასაულია. მეგობრებო, ბატონო გურამ, ესე იგი ბატონი გოდერძი ცდილობს რომ ჩაერთოს საუბარში, რის საშუალებასაც მას ვერ მივცემდით, თუ ის ხელს არ მოაწერდა, ჯერ არ გაეცნობოდა და ხელს არ მოაწერდა გაფრთხილების ტექსტს, თქვენ გაეცანით ამ გაფრთხილების ტექსტს, ხელს აწერთ ეთანხმებით, რომ განზრახ სრუჩვენებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ასევე თუ თქვენ კითხვებს დაგისვამენ და არასწორ პასუხს გაცემთ, განზრახ ან თავს აარიდებთ. თუ თქვენ ასე ჩანდა თითქოს რომ ფაქტობრივად გნებავდათ რაღაცის დამატება ამ გაფრთხილების ხელმოწერის შემდეგ, შეგიძლიათ დაამატოთ. არა. ჩართეთ ბატონო გოდერძი, თუ რაიმეს დამატება გსურთ, რამდენ ხანს დაყავით დაკავებაში? როდესაც თქვენი мама ბატონი გურამი ამ საბაბით მიიყვანეს პროკურატურაში. პროკურატურაში მე ჯერ აზზე არ ვიყავი, რა ხდებოდა, მამაჩემი იყო მაშინ სანადირო წასული. და მირეკავს, მამაჩემიო დამირეკესო პროკურატურიდან. 17-ში რამდენი წლის იქნებოდა, ახლა ვარ 52-ის და რომელი წელი იყო ეს? აი ისა 2009 წელი. 2009 წელი, კი ბატონო. ხო და დამირეკა ტყეში იყო და დამირეკა პროკურატურიდან მირეკავენო, ხო და მე ვერ მოვასწრებო, ვერ ჩამოვდივარო, მოგისწრებთო და შენო მოვლენო შენთან და გაყევი. კარგი მეთქი და მოვიდა შავი ფერის კამრი, Toyota-s მარკის, გოდერძი ბრძანდები, დიახ მეთქი, ჩაიცვია და წავანდია.
და მე როგორც დიაბეტიანი ყოველთვის თან დამაქვს შაქარი პარკში. ჯიბაში მიდევ, სადაც არ უნდა გავიდე. ხო და წავიჯექი მანქანაში და ავყავარ პროკურატურაში. ხო იციო სათხარო. კი როგორ არ ვიცი მეთქი. ნუ და რო ვატყობ ახლა რაღაც ისეთი სახებით კორიდორში მივდივარ. კორიდორში მივდივარ და ცალი ხელი მიდევს ჯიბაში. აი ამ შაქრის ეპარება და იყრება და იმიტომ მიდევს ჯიბაში, თორე ახლა არ მიყვარს საერთოდ ჯიბაში ხელი ჩადება. სანამ კაბინეტში შევალთ, კორიდორში დგანან 4 თანამშრომლები აქაური. და მეუბნებიან ბიჭო შეუზრდელო, არიციო სათხარო ხელი ამოიღეო ჯიბიდან. ყველა ჯიბეში აქ ამათ ხელი. ხო, მეუბნები ახლა იმის შემეშინდა რომ ვიცი ეს მთავრობა რაზეცაა წამსვლელი და აქ შაქარი მაქვს მეთქი პაკეტში მეთქი ამის თქმაც არ მინდა. მე ეს ან კოკაინი ან გეროინიაო და ეს რო არ წამომდონ და არაფერი არ ვთქვი რო შევალ კაბინეტში ამოვიღებ ხელს მეთქი. და კარგი, შევედი დამხვდა იქ გამომძიებელი. ეს ბერიშვილი. და გამარჯობა ვიციო დიაბეტი გაქო მეცო და რაღაცები ჯერ ასეთი თბილი ლაპარაკი ვითომ. ეხლა მამა შენმა არ დამიწყო შენო კეთილსინდისირად იყიდა ეს მიწებიო. მე ვთხარი თქვენ ძალიან კარგად იცით მეთქი ეს მამა შენმა საიდან მოიტანა ამის თანხა და ვინც იყიდა როგორ იყიდა მეთქი და იმ კაც ნახდად არ უჭირდა მეთქი ახლა 500 და 300 ლარიანი მიწების შესყიდვა მეთქი და რა უნდა ყოფილიყო სათაღლითო მეთქი ამიხსენით მეთქი ბიჭო ბევრი არის ლაპარაკო არიციო სათხარო სად არისო დედამისიო რატო და დედაჩემზეც იყო და ჩემზეც ნახევარი გაფორმებული მიწები დედამისიო სკოლაში არისო მასწავლებელი არისო და გამოძახებული ყავს მოვაო ესო აქეთ ჩასვითო ის რომ მოვაო იქით ჩასვითო და ცოტა უკვე მე ვთხარი რას ვიეს რატო უნდა ჩავსვათ ბიჭო ბევრი არის ლაპარაკო ეხლა რასაც გეტყვი ის უნდა დაწერო უკვე რომ მივხვდი აქ რაშიც იყო საქმე და ვისთან ამაქვს საქმე ხო ვიცოდი და არ მინდა არაფერი რა უნდა გავაკეთო რო გეტყვით ისეო და დაწერეს იგა მაჩვენეს ჩემი ნება სრული უთმობ სახელმწიფოს აი ამაზე ყველაზე მოგვაწერიეს ხელი მე მეორე დღეს იყო თუ არ ვიცი მესამე დღეს წაგვიყვანეს რეესში და ყველა იქ ყველაზე ბატონო გოდერძი დედა რომ მოვიდა სკოლიდან მე გამომიშვეს მე დედაჩემი ცალკე შეიყვანეს თქვენ გადაეკვეთეთ ერთმანეთს ხო დაინახეთ დედა რომ მოვიდა მე არ მინახია დედაჩემი რო შეიყვანეს მე აქედან გამიყვანეს დედაჩემი ცალკე გასაგებია და როდის გამოგიშვეს ორივე იმ დღესვე ხო პროკურატურაში ვიყავით იქ არ დაუყევით 2 საათია და 3 საათი ვიყავით 3 საათი მამაც რომ მოვიდა მე ამ დროს თქვენ უკვე არ მინახია მე ცალკე გამიშვეს გასაგებია და რომ დათმეთ ქონება და პრინციპში მიზანს მიაღწიეს და ბატონი გურამიც ამ დროს მივიდა პროკურატურაში ყველა მიზანი მიღწეული იყო კი ბატონო ეს იყო ყველაფერი ამ საყანე და მიწევის წართმევა იყო ყველაფერი ამ დიდი წასართმევის მიზეზი 51 კვადრატი მიწის რატო და ეს რო შეისყიდეს ამათმა მე მაშინ არ ვიყავი საქართველოში და 2003-ში რო შეისყიდეს ეს ყველაფერი პრივატიზაცია ყველაფერი გაკეთებული იყო ამაზე საბუთები როგორც ვიცი თან მახსოვს რომ გაზეთიც მოიძიეს ძველი გაზეთი სადაც პრივატიზაცია იყო ამის ნახსენები ამ მიწების აი ასე შეისყიდეს ეგი და 2007-ში თუ 2007-ში ქუთაისის სასამართლომ გამართლა და რაღაც უზენაეს სასამართლოში მახსოვს რომ ეწერა გასაჩივრებას არ ექვემდებარება მაგრამ რომ მოითხოვეს უკვე ახალაია მამის წართმევა რაღაც მუხლი გადააკეთეს ამ შესყიდვის პრივატიზაციის და აი ეს მუხლი წაუყენეს მე რომ თითქოს და არ იყოს სწორად გაკეთებული პრივატიზაცია ჩემგან რო არაფერი არ წაიღეს და რო ვერაფერი ვერ ნახეს პირველ მყიდველზე გადავიდნენ შეცვალეს კოდექსი სწორად არ იყო ნაღიდი ამ ხალხს არ ქონდა რაღაცა ისეთი საბუთები გამოაწყესო გურამი ვერაფერს ვერ იზა მოკვდებიო ყველა მეუბნებოდა თორემ შეიძლებოდა ადამიანება რო ყოფილიყო პასუხსაც გავცემდი და ჩემს სიმართლესაც მოვიპოვებდი
კი ბატონო, ბატონი სოზარი, ბატონი ილია, ბატონი ხომ არ გსურთ კითხვები და უნდა როგორღაც გადავიდეთ შემდეგ საკითხზე. თქვენ ახსენეთ, რომ გიგი უგულავა იყო გუბერნატორი, როცა პირველად დაიწყო ამ თემაზე ლაპარაკი. შემდეგ ძირითადად მაინც როლანდ ახალაიაზე იყო აქცენტი, მაგრამ გუბერნატორი იმ დროს უკვე იყო, მე მგონი გოროზია. საზა გოროზია თუ იყო საქმის გურში, ან საქართველოს პრეზიდენტი იყო მიხეილ სააკაშვილი. კი ბატონო. იცოდა რამე იმ კაცმა ყველა როერა. კი ბატონო, გოროზია იყო, გოროზია რო ჩაერთო ამას გიგის მერე რემონტს უკეთებდი, სადაც 14 სახლი იდგა, ფინური სახლები იმ 41000 კვადრატულ მეტრზე. ეს იყო ყოფილი პიონერთა ბანაკი. ხო და აი ამას რო ყიდულობდი, მაჩვენეს ეს ნადირობა გინდა, ეს სახლი კარგი, ეს სახლი არა მეთქი. ხო და შემოუშვი ტოლვილები აფხაზეთიდან. ყველა სახლში დაბინავდა. ყველა ცხოვრობდა იქ. მერე გავიდა დრო და სოფელში ახლოს დაასახლეს ეს ხალხი. მეთქი ეს ფინური სახლები აიღეთ და სახლშიც აიღეთ ყველა მეთქი. მე მინდოდა განთავისუფლება მიწების იმისი, ხო და რაღაცა სასტუმროს აშენება, ყავდა ისეთი კაცი რო სასტუმროს ამიშენებდა, ეს სახლები ყველა ვაჩუქე ამ ტოლვილებს, ხო და გავანთავისუფლეთ იმას მიწებს მეთქი. ასე მომადგნენ ეს ჯალათების სახლს. და სააკაშვილი? სააკაშვილი დღეში 3 ჯერ ფრინდებოდა ჩემს ტერიტორიაზე. ხო და იცოდა რომ გართმევდნენ მიწებს. როგორ არ იცოდა, აუხსნა იქ დაცვის უფროსმა, თავისი დაცვის უფროსმა. ეს კაცი არისო ნორმალური კაცი, სამეგრელოში ყურადღებას აქცევენ ამ კაცს. ხო და მიწები წაართვესო, თქვენ არ გეცოდინებათო მაგიდა, წაართვესო მიწები. ხო და ციხეშიც აჯენენო. ხო და რამე ხარ და რაც არ გეხებათ, იმაში ნუ შედიხართ. ვინ იყო ეს დაცვის უფროსი? არ მახსოვს, გვარი ფიზიკურად ვიცნობ, მაგრამ მაგნები რომ მოდიოდნენ იქ, კაფე იყო ჩვენს ეზოში, ჩემო ბატონო გვერდით, სადაც წართმეული ეს 41000 კვადრატული მეტრი, იქ იდგა კაფე. აი იქ ჭამდნენ, გონიათო მაგნებსო მუშაობთო და ხელფასი გვაქვსო, ნისიად ჭამდნენ, სვამდნენ, მეორე მოსვლაში ყველაფერს იხდიდნენ. ხო და ეუბნებოდნენ, მითხრა ვიღაცამ დაცვის წევრი იყო, საბუთები არ დაკარგო, რაც გააქვსო საკუთრებაში, მალე დაადგებაო დღე, რასა რო ამბობს მეთქი. რა ვიცი, ამას ასე არც ველოდი მაგნებისგან, მაგრამ პატივიცემა იყო ჩემი. ხამე რო რჩებოდნენ. ბატონ გურამ, ეს დაცვის წევრი სამეგრელოდან იყო, ზუგდიდელი იყო, რატო ქონდა მათ თქვენს მიმართ? ჩემს მიმართ იმიტომ ქონდა, სადაც ვერტფრენი ჯდებოდა, იქ დარაჯობდნენ მაგნები, მაგის ვერტფრენის დატოვება არ შეიძლებოდა და ყველა იყო 50 მეტრი, სადაც ჯდებოდა და ჩემს სახლი, სადაც 3000 იმაში სახე რომ ჯდებოდა თქვენს ჩემთან შემოდიოდნენ, ჭამდნენ, კოფეს ადუღებდნენ, მარტო მე ვიყავი, ჩემი საცხოვრებელი ადგილი არის ზუგდიდი, მაგრამ ზაფხულობით იქ ვიყავი. ხო და იქ ჩემთან როგორც ოჯახის წევრები ისე იყვნენ. ერთი ადუღებდა ჩაის, მეორე მინდორზე იწვა. ფრინავებიც იქ შემოდიოდნენ და ფრინავებიც იქ ავასწრებდნენ. თქვენ თუ გეხმარებოდათ ვინმე იურიდიული საკითხების მოგვარებაში, ან ადვოკატი თუ ყავდათ ვინმე, ან მრჩეველი თუ ყავდათ? ადვოკატი არა იყო, ანუ ადვოკატი თავისით ყავდა მაგნებს. იქ გუბერნატორიც როლანდი იყო ახალაია, პროკურორი, მოსამართლე და მაყურებელიც.
ესე თქვენი ადვოკატი არ ყოლია. არა. ვიღაცა ერთი სიტყვა არ უთქვია, ერთი ადვოკატს რომ ასამართლებდა. ადვოკატი ყავდა, მაგრამ ნიშნავდა. ხო. მაგნების ჩემი ადვოკატი არ მირჩიეს თვითონ. ეს რა მდგომარეობაა მიწებთან მიმართებაში? როგორ? დღეს რა მდგომარეობა არის ამ მიწებთან მიმართებაში თქვენ თუ გაქვთ რამე სასამართლო ან მიმდინარე რამე პროცესი ამ მიწებთან მიმართებაში როგორია? ბევრი ხანია პროკურატურაში ყველა საბუთები აგდებს. ხო და მე დიდი მადლობა თქვენ რომ აქ რომ მომიწვიეთ მიწები იმდენი არ მჭირდება ამ ხალხის მოშორება. უკაცრავად შეიძლება ჩავამატებ ახლა ამ ხალხის მოშორება ვინ ხალხზე ლაპარაკობს? ვინ ხალხზე ლაპარაკობდა, ვინც კიდო დარჩენილი. ხო და კიდო რო დაბრუნება უნდა უკან ხელისუფლებას. აი ამ ხალხის როგორ უნდა შემომხედოს გიგი უგულამა უცნობი ჩემთვის შევდივარ ხო და 5 მილიონს რომ თხოვს. ეხლა გუბერნატორად ისევ დავაყენოთ სამეგრელოში თუ ხელისუფლებაში მოვიდეს. უცნობი კაცი თხოვს 5 მილიონს. გუბერნატორი. დიახ. რა არის სახელმწიფო? ესე იგი თქვენი მიზანი არის აქ მოსვლის ჩვენთან რომ პირველი მიზანი რომ რაღაცნაირად ყველა ერთად შევეცადოთ რომ არ დაბრუნდეს ის რაც იყო ამას ამბობ. არანაირად. არ არის ჯერ ხალხი ამდგარი ფეხზე ის გაჭირვებული ხალხი და დგას იქ 15 კაცი რომ დაბრუნება უნდა იმაში ხელისუფლებაში. გასაგებია. ღმერთმა ნუქნას ჩვენ გავიარეთ ის წამება. ხალხს არ უგზნია ზოგიერთს ახლობელ. ხო და ახალაია იმ ახალგაზრდებსაც მოუწოდებ ნათქვამია ძველი ზისეთი ხიდი გადებიო შვილიშვილმა გაიაროსო. ახალაიამ რო გადო ის ხიდი შვილმა ვერ გაიარა. ხო და ქალაქში გამოსვლა არ შეუძლია შვილიშვილს. თანამდებობა რა შეჭირდება თანამდებობა შენ მე კანონ მორჩილი ვარ და რაც გიზერია კანონში ის მომიყენე. ბატონო გურამ ქალაქში ვერ გამოდიან რას ნიშნავს? ვერ გავიგე ხალხად. ქალაქში ვერ გამოდიანო ახალაიებზე ბძანეთ? რა ქვია ქალაქში როგორ გამოვა ერთხელ შემდგა 1 2 3 წლის უკან სატირაში სადღაც კიდო ხალხთან დადიხარ მეთქი? რა გიპასუხათ? პასუხი არ ქონდა რანაირი რა უნდა პასუხი? არ ქონდა პასუხი ვიღაცა 4-5 კაცი და შეიყვანეს მანქანაში და ესე. დაცვა ყადაყვება? როგორ? დაცვა ყავს? დაცვა? ნუ არ ვიცი ხა ხალხი იდგა და სატირაში შევიდა და დაცვა იყო თუ მეზობელი ვერ გეტყვი. გავიგე, ბატონო ილია გთხოვთ. დღეს თუ ყავთ უფლებადამცველი და თუ აბარია ვინმეს ეს თქვენ ისტორია ამ საქმესთან დაკავშირებით რამე რო დაგვიწყდეს დასაზუსტებლად უფრო რაღაც დეტალების როგორ თუ ყავთ მრჩეველი იურიდიული მხარის მიმართ კი ხო აი ეს 17 ჰექტარი აი ბატონ გურამს არ ახსოვს ალბათ 17 ჰექტარი როგორ მითხარით თავიდან ეს თქვენი საქმე რომელიც მოხდა ამის ჩამორთმევა და აი ეს საბუთები თუ აბარია ვინმე იურიდიულად განათლებულ ადამიანს რომლისგანაც გაქვთ რჩევა ადვოკატია თქვენი ან რამე რო დაგჭირდეს რამე საბუთის დაზუსტება რაღაცების გამოთხოვნა ყველანაირი საბუთები გამაშნია დამადასტურებელი მე კეთილსინდისიერი მყიდველი ვიყავი არა ეს გასაგებია ბატონ გურამ ეხლა თუ დაიწყება და აქედან უნდა დაიწყოს ჩემი სამართალი ბოლო ხო უნდა იზეიმოს სამართალი ხო და ნახა ვინმე შევიტანდა უკვე ძიებაშია ხო აი მაგას ვკითხულობ გრიგალაშვილის უწყებაში მე ვიყავი ორჯერ დაბარებული იქ არის საბუთები და 9 წელია მირეკავს ძიებაში მიდის გასაგებია მადლობა
ბატონ გოდერძის სურს დაამატოს და შემდეგ ამის თქმა მინდოდა მე ძალიან დიდია. რაც ახალი მთავრობა მოვიდა იმის შემდეგ მე მაინტერესებდა ჩვენი ეს საქმე რა დიახ. პროცესზეა არაერთი ადვოკატი იყო მისული 2-3 ალბათ მაგრამ პასუხი მე გრიგალაშვილის უწყებაში ორჯერ დამიბარეს და ვიყავი მისული და მოადგილის ან თუ მიმღების ტელეფონის ნომერი მქონდა. რეკავდი, დრო გამოშვებით, როგორაა საქმე თქვენო გრიგალაშვილმა თქვენო მე არ დამირეკავთო, მე დაგირეკავთო. ვინ არის გრიგალაშვილი არ ვიცი. როგორც ვიცი, ანაკლის წაფმეული მიწების ვიღაცა ყოფილა, მაგრამ ძალიან არ მომეწონა მე ამ ადამიანის მოქცევები, ჩემი დიახ. ამის მე ჩავეძიე ჩემით მოვიპოვე მასალები ვინ არის ეს კაცი გრიგალაშვილი ყოფილა მიშას დროს ექსპერტი როგორც გავიგე ოხლა ეს მე მიწას არ დამიბრუნებს რა თქმა უნდა არ მინდა გავიქცე. კი მე მგონი დღესაც მე მაგის პირადი ნომერიც აგერ მიწერია როცა დაურეკავ მაშინებს არ დამირეკავ გვაშინებს ჩვენ ასე მარტივად არ შეგვაშინებს ვერავინ. ბატონო გოდერძი, კარგი, თქვენ დაგვიტოვეთ მისი კონტაქტი, რომ გავერკვეთ ვინ არის, რატო გვაშინებს. ბატონო გურამ, მადლობა მინდა გადაგიხადოთ. დიდი მადლობა თქვენ. მობრძანებისთვის. თუ თქვენ და ბატონი გოდერძი იქნებით თანახმა, ჩვენ დავრჩებით თქვენთან კონტაქტზე. იმიტომ რომ როგორც ბატონმა ილიამ ბრძანა ჩვენ მართლაც შეიძლება დაგვჭირდეს დამატებითი ინფორმაცია რასაკვირველია პროკურატურიდან თუ სხვა უწყებიდან რაც დაგვჭირდება გამოვითხოვთ ჩვენ თვითონაც მაგრამ სულ სხვა რა თქმა უნდა დაზარალებულის მსხვერპლის მიერ მოწოდებული ამბავი იმიტომ რომ ეს ის ამბავია რაც თქვენ თვითონ გადაგხდათ თავს დღევანდელი დღისთვის მადლობას მოგახსენებთ გიდასტურებთ პატივისცემას თქვენ მთელ სამეგრელოს და გეთანხმებით იმაში რომ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა ჩვენმა პარტიამ, კომისიამ, პარლამენტმა, ყველა სახელმწიფო ორგანომ თქვენთან ერთად რომ ერთი ბოლომდე აღდგეს სამართლიანობა და მეორე გიგი უგულავასნაირი, ახალაიებისნაირი, გოროზია, რომელიც შემდეგ გუბერნატორი იყო, მათ ვერ შეძლონ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს არის ამ კომისიის მთავარი მიზანი. რატომ? იმიტომ რომ არის ყველა შანსი და დიდი ალბათობა, რომ იგივე განმეორდეს და უფრო უარესიც. აი ამიტომ. მადლობა ბატონო გოდერძი, მადლობა ბატონო თენგის. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. და დროებით გემშვიდობებით. მადლობა თქვენ, რომ თქვენ არა საქართველოს ჭაობში იქნებოდა ხალხი ყოველ მეორეს იჭერდნენ. ეხლა სადაც ხელს ვაწერდი დღეში სადღაც დილით ადრე მივიდოდი პრობაციის იმაზე ხო და დილით ვიწყებდი სადაც 9 საათზე საღამოს თუ მომისწრებოდა მაგის ხელმოწერა აი ამდენი ხალხი იდგა ამ ხალხს არ ხედავ დღეს მაგრამ მიდის ნორმალურად მაგრამ ზოგიერთ ვისაც აწყობს ამ ყაჩაღების მოსვლა სახში დაპატიჟონ და იქ დააჟენ და ილაპარაკონ რამდენიც უნდა ჩვენ მოვიშორეთ მადლობა ბატონო ბიძინა ივანიშვილს რომ გაგვაერთიანა ყველა და მიზანს მივაღწიეთ 2012 წელს და ეხლა ბრძოლა კიდევ არის წინ. მადლობა ბატონო. დიდი მადლობა რომ მოგზავნეთ. კეთილი მგზავრობა ზუგდიდისკენ. მადლობა ჩამოგზავნებისთვის. მადლობა.